ზანგეზურის დერეფნის განვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი იყო, თუმცა 2025 წლის აგვისტოს თეთრ სახლში ისტორიული სამშვიდობო მოლაპარაკება შედგა და გავრცელებული ინფორმაციით ამ სატრანსპორტო გზას ამერიკული კომპანიები განავითარებენ. მაგრამ რატომ იყო დერეფნის განვითარება აქამდე ასეთი კონტროვერსიული? ეს ნახიჩევანია აზერბაიჯანის ავტონომიური რეგიონი, რომელსაც სომხეთის სამხრეთ რეგიონი ჰყოფს აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილისაგან. საბჭოთა კავშირის დროს რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმებული მოსკოვის და ყარსის ხელშეკრულებების თანახმად ნახიჩევანი ოფიციალურად გადაეცა აზერბაიჯანს, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა და ამას დაერთო თურქეთის პირობაც, რომ ის არასდროს გახდებოდა სომხეთის ნაწილი. თურქეთს ეს ნაბიჯი აწყობდა, რათა აზერბაიჯანი დაემეზობლებინა, მიეღო სახმელეთო კავშირი კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან და შეეზღუდა სომხეთის გავლენა რეგიონში. ამავე პერიოდში სომხეთის დასავლეთით საბჭოთა კავშირმა სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღი ავტონომიურ რესპუბლიკად გამოაცხადა, რაც თავის მხრივ იყო საბჭოთა კომპრომისი სომხებისა და აზერბაიჯანელების დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეთნიკური კონფლიქტები აღმოცენდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამტკიცებდა, რომ ბაქოს ჰქონდა უფლება მიეღო უმოკლესი სახმელეთო კავშირი საკუთარი ტერიტორიის შიგნით, თანაც პასპორტისა და საბაჟო კონტროლის გარეშე. ფაშინიანის მთავრობა ნაწილობრივ ღია იყო ამ ნაბიჯისათვის, თუმცა უარს ამბობდა პასპორტ კონტროლის გაუქმებაზე, რადგან ამას სომხეთის სუვერენიტეტის საფრთხედ აღიქვამდა. ამჟამად ნახიჩევანში მიმავალი აზერბაიჯანული სატრანსპორტო ნაკადი ირანის ტერიტორიაზე გადის, მაგრამ გზის სიგრძისა და სირთულეების გამო უმეტესობა ფრენას ამჯობინებს, თუმცა თვითმფრინავებიც ირანის საჰაერო სივრცით სარგებლობენ. ეს ყველაფერი კი სულ რაღაც ამ 53 კილომეტრიანი მონაკვეთის მიუწვდომლობის გამო, რომლის გავლასაც რეალურად 1 საათიც არ სჭირდება. ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფნის მისია სწორედ აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილის ნახიჩევანთან დაკავშირებაა. სომხეთი, როგორც ხმელეთით შემოსაზღვრული ქვეყანა, დღეს ვაჭრობას მხოლოდ საქართველოსა და ირანის გავლით ახერხებს, რაც მის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს. ამიტომ სავაჭრო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება და თურქეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირება მისთვისაც მნიშვნელოვანია. საბჭოთა პერიოდში ბაქო ნახიჩევან სარკინიგზო სისტემით უკავშირდებოდა და მეღრიში სომხეთის სამხრეთში რკინიგზის სადგურიც ფუნქციონირებდა, თუმცა ბოლო მატარებელი იქ 1993 წელს გაჩერდა.